დღეს ყველაზე მეტად რაც არის დამაფიქრებელი საზოგადოების ტოტალური დაშინების ცდელობა. აი ხა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ გულბაათის დაპატიმრება და ეს ჯაშუშის ბრალდება იქ მეორე ჟურნალისტის დაპატიმრება მანამდე კიდე იყო ხო ჯაშუშის ბრალდები დაპატიმრებები ეს საზოგადოებას ძალიან თრგუნავს ძალიან ისე აშინებს რომ საზოგადოებას აშინებენ და საზოგადოებას ატყუებენ იმისათვის რომ მე მართონ ესა დაშინებული ნუ ამას მიშაც ხო ამას აკეთებდა რა ხდება მონოპოლიზაცია ყველაფრის აი ეს 24000 კაცი რომელსაც ჩაგდებული აქვს მთელი ქვეყანა ხელში ყველაფერს აგრძელებს ყველაფრის მონოპოლიზაციას და ამ დროს გვიყვებია რომ კარგად ცხოვრობთ აი კერძო პირები იყვნენ ავტომობილები შემოქონდათ და პურის ფული მიქონდათ სახში ყველანაირი ბარიერები შეუქმნეს აკრძალეს იქ 6 წელზე მეტი ავტომობილი გაზარდეს გადასახადები ახვეწნიეს რატო რომ კვლავ დიდმა შემომტანებმა უფრო მეტი ფული იშოვნონ ახლა უნდა გითხრათ რომ უამრავი ადამიანია ვისაც შემოაქვს ალკოჰოლური სასმელი პატარა პარტიებით 100 ბოთლი 200 ბოთლი მე ეს თემა ვიცი მე მიყვარს ვისკი კონიაკი ვერ ყვევი ამაში ბევრი მეგობარი მთხოვს რომ გავაკეთო გადაცემები აი ვისკიზე კონიაკზე ალკოჰოლზე რომ გაერკვიოს ხალხი რომელია კარგი და გავაკეთებ ასეთ გადაცემებს ცუდი რომელია კარგი რომელია და არის უამრავი ხალხი ვისაც შემოაქვს 100 ბოთლი 200 ბოთლი ახლა ამათ უქმნიან პრობლემას იმიტომ რომ ეს ხალხი სატყიდულობს ამ ალკოჰოლს თქვათ ჰოლანდიაში რაღაც საწყობში თქვათ გერმანიაში რაღაც საწყობში და ჩამოაქვთ და 10 ლარს ამატებს კაცი 5 ლარს ამატებს 7 ლარს ამატებს და პურის ფული მიაქვს სახში მაგრამ კონკურენციას უწევს იმ დიდ შემომტანებს ახლა ამათ ახალი წესები მიიღეს ამათ უნდა სერტიფიკატი წარმოადგინონ საწყობში რო კაცი იყიდეს ახლა ასბოც ვინ მისცემს რაიმე ქარხნიდან წარმომავლობის სერტიფიკატს რატო ამათაც უნდა ჩაუკეტონ ეს ბიზნესი ესეც უნდა გადავიდეს დიდი და ასე ყველა სფეროში იქნება წვრილ მეწარმეს პატარა კაცს რომელსაც ოჯახში პურის ფულის მისატანად პატარა ბიზნესს აშენებს იმას ხელ მოუჭერენ და დიდს რომელსაც ისედაც მილიონები აქვს ამას გადასცემენ გამოფხიზდით ხალხო დაინახეთ ეს ყველაფერი ამას ემატება ძალიან ბევრი რამ და პირველ რიგში ემატება ინფლაცია იგოში მეუბნებოდა ჩემი ახლობელი საკმაოდ განათლებული ადამიანი რომ აი ესო რო ძვირდებაო პროდუქციაო ესო უცხოელების ბრალიაო რომლებიც შემოდიანო საქართველოში და მსხიდველუნარიანები არიანო და ინფლაციას აქვს ორი სახე ერთია როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ კურსი იზრდება ძალიან უცებ გესმის თქვა დოლარის კურსი იზრდება ხდება 3 ლარი 4 5 მაგრამ არის მეორე ვარიანტი რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება როდესაც დოლარის კურსი პირიქით შეიძლება მცირდება კიდევაც მაგრამ ფასი იზრდება 5 ჯერ და 10 ჯერ და ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ ახლა საქართველოს ხილის ქვეყანაა მაგრამ ალუჩარო 20 ლარი ღირს ან ბალი არ ვიცი უზარმაზარი თანხები რომ უკვე გასაგებია რომ ინფლაცია არის იმიტომ რომ იმ ფულით ის გლეხი ვერაფერს ვერ ყიდულობს ამიტომ იმატებს ფასი ანუ დოლარი რო დაიკავე კი არ ნიშნავს რომ ინფლაცია არ არის ყველაფერი წარმოუდგენლად გაძვირდა დაწყებული საწვავით და დამთავრებული ხილით და პროდუქტით და მასკარადი მოაწყეს ამ ფასების დაწევაზე და ფასებმა მოიმატა კი არ დაიწია მასკარადი ფასებმა მოიმატა მინიმუმ ეხლა დაახლოებით 13.5%-ით არის ფასები მომატებული და ის მაღაზიები გვეუბნება რომ აიო ფასდაკლებების სისტემა შევქმნეთო ფასდაკლებების სისტემა ისაც არსებობდა